დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული სიყვარულით და პასუხისმგებლობით ვსაუბრობთ ყველა ბავშვის ჯანმრთელობაზე, რადგან ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული დაიწყო და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის ყველა წახნაგი არის საყურადღებო. ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, მენტალური ჯანმრთელობა, სოციალური კეთილდღეობა, მისი ცხოვრების ყველა ფაქტორი. სწორედ ამიტომ იქნება სხვადასხვა თემა ამ კვირეულის განმავლობაში განხილული, მათ შორის ასაკობრივ ჭრილში და მათ შორის სასიცოცხლო ორგანოების ჭრილში. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ კვირეულს განვიხილავთ ჩვენს გადაცემაში, ჩვენ ვითვალისწინებთ სხვადასხვა თემას და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა წახნაგს იმისათვის, რომ ასაკის მიუხედავად შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე და უზრუნველყოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი. ამას ემსახურება ჩვენი საუბრები. მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებთ მაშინ, როდესაც საუბრობთ ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოებზე, რომელთა ჩანაცვლება წარმოუდგენელია. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ინფორმაცია მაშინ, როდესაც საუბრობთ ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდ ჯირკვალზე, რომელიც არის უნიკალური ლაბორატორია თავისი არსით და რატომ შეიძლება მისი მდგომარეობა აღმოჩნდეს განსაზღვრელი ჩვენი არსებობისა და რატომ შეიძლება სხვადასხვანაერთმა ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილმა ან ორგანიზმში გარედან მოხვედრილმა განსაზღვროს მისი ჯანმრთელობა და შესაბამისად ჩვენი არსებობა, ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმამაღლა და დრამატულად ჟღერდა ეს სიტყვები, ძალიან პროზაული და რეალური იქნება სათქმელი, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ექიმი ინფექციონისტი ჰეპატოლოგი პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. მაიკო, დილამშვიდობისა. ჩვენ საუბრობთ ღვიძლზე. და მიუხედავად იმისა, კვირეული რას ეძღვნება, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ ღვიძლი ეძღვნება ჩვენ სიცოცხლეს, ღვიძლი ემსახურება ჩვენ სიცოცხლეს და როგორ მოუვლით ღვიძლს, როგორ დავზოგავთ ღვიძლს, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიურობაც, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც, ჩვენი ცხოვრების ხარისხიც. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ღვიძლისა და ტოქსინების ურთიერთობაზე, ეს ზედმეტად გამარტივებული კონსტრუქციაა, მაგრამ ძალიან კარგად გამოხატავს იმ პროცესებს, რომელიც შეიძლება ხდებოდეს ორგანიზმის შიგნით და ორგანიზმის გარეთ, იმიტომ რომ ღვიძლი ყველა შემთხვევაში აღმოჩნდება სამიზნე. ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ღვიძლი არის ლაბორატორია. ვამბობთ, რომ ღვიძლმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გაანეიტრალოს შხამები, ტოქსინები. მაგრამ თავად ღვიძლი ხდება თუ არა ამ ტოქსინების სამიზნე და რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ასაკის მიუხედავად ღვიძლი იყოს დაცული. კი, ძალიან სათუთე ორგანოა ღვიძლი. დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ამის გვპატიობს, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების მოთმინებით იტანს. კარგი რეგენერაციული უნარებიც გააჩნია, თუმცა ამან არ უნდა მიაღწიოს იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც უკვე იწყება ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომელიც ზოგჯერ სამწუხაროდ შეუქცევადია ხოლმე. და სამწუხაროდ კიდევ ერთი რაც მას ახასიათებს, მკვეთრად გამოხატული სხვა ორგანოებთან შედარებით არის ის, რომ უმრავლეს შემთხვევაში მისი დაავადებები უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს არის ამ ორგანოს მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი პაციენტი სამწუხაროდ უკვე ციროზის კონდიციაში მიდის ექიმთან ისე, რომ მანამდე წარმოდგენა არ ქონდა, რომ რაიმე პრობლემა ქონდა და თავს გრძნობდა სრულიად ჯანმრთელად. ამიტომ ეს არის ძალიან განმასხვავებელი ამ ორგანოსი, რომ წლების განმავლობაში მიუხედავად მიზეზისა, ვთქვათ, რა იწვევს ღვიძლის დაზიანებას, იქნება ეს ტოქსინები, ინფექციები თუ სხვა, ხშირ შემთხვევაში ეს ხდება სრულიად უსიმპტომოდ და აი პრობლემაც ამაშია. როდესაც ჩვენ საუბრობთ ტოქსინებზე, ეს არის დიდი ქოლგა, რომელიც უამრავ ნივთიერებას აერთიანებს და მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ფრაზას, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ასეთი მომწამლავი შხამიანი ნივთიერებები შეიძლება ჩვენი ორგანიზმის შიგნით წარმოიქმნას სხვადასხვა პროცესების შედეგად, ან მივიღოთ მზასახით გარემოდან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ღვიძლს დამოუკიდებლად იმისგან, რა მდგომარეობაშია ის, აქვს ამოცანა და ფუნქცია, რომ გაანეიტრალოს ეს ყველაფერი. როდესაც განეიტრალებაზე ვსაუბრობთ, რა იგულისხმება, რომ ეს უკვალოდ გაივლის და ღვიძლზე არ აისახება, თუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული ტოქსინების გავლენა
ღვიძლზე შესამჩნევია და ამ ხრივ შეგვიძლია გამოვყოთ კიდეც ზოგიერთი ტოქსინები, რომლის უშუალო სამიზნე, პირდაპირი სამიზნე ხდება ღვიძლი. დიახ, ღვიძლი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფილტრავს ტოქსინებს, სხვადასხვა გარემო ზემოქმედებას, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში, როდესაც ეს გამღიზიანებლები მუდმივად აკეთებს ზემოქმედებას ღვიძლის ქსოვილზე, ღვიძლის უჯრედები, ეგრეთ წოდებული ჰეპატოციტები, მუდმივად, როდესაც არიან ისინი, ამ თქვათ, ანთებით მდგომარეობაში, თანდათანობით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ, ეს უჯრედები შემდეგ უკვე კარგავენ თავიანთ ფუნქციას და რომ წარმოვიდგინოთ, როგორც კანზე, როდესაც გვაქვს ჭრილობა, დროთა განმავლობაში შეიძლება ჩაენაცვლოს უხეში ქსოვილი და გამოიწვიოს ნაწიბურის წარმოქმნა, ანალოგიური პროცესი ხდება წლების განმავლობაში ღვიძლშიც, ეს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით დაზიანებული უჯრედები ჩანაცვლდება აი ამ უხეში ქსოვილით, შემაერთებელი ქსოვილით და როგორც კანზე, ისე ღვიძლში ჩნდება ნაწიბურები, ამ პროცესს ეწოდება ფიბროზი და როდესაც ეს ფიბროზი მოიცავს ღვიძლის უკვე ძალიან დიდ ნაწილს, მთლიანად იწყება ღვიძლის გამყრუება ქსოვილის და ამ მდგომარეობას ქვია ციროზი, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ სრულდება ეგრეთ წოდებული დეკომპენსირებული მდგომარეობით, როდესაც ღვიძლი თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებს, მათ შორის აი ამ ფილტრის მოვალეობასაც. როდესაც ჩვენ განსაკუთრებით საშიშს შხამებზე ვსაუბრობთ, თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიტყვა, უბრალოდ ორი ფრაზა, ერთი რომელიც უკავშირდებოდა სისტემატურ ზემოქმედებას, არა ერთჯერადად, არა ეპიზოდურად, არა უკიდურესად იშვიათად, არამედ განმეორებითი ზემოქმედება ჰქონდათ მხედველობაში და მეორე, როდესაც ღვიძლი თავისი ქსოვილების ნაწილს კარგავს, მე ახლა მაქსიმალურად მარტივად ვამბობ და კოლეგები იმედი არ მიწყენენ და სრულიად უცხო შემაერთებელი ქსოვილი ლაგდება იქ და ის ქსოვილი ვეღარ შეასრულებს ღვიძლისათვის დამახასიათებელ ფუნქციას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ნივთიერება განმეორებითად, მრავალჯერადად, სისტემატურად მოქმედებს, კიდევ უფრო საშიშია და ამ ნივთიერებათა შორის არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი, რომელიც დიახ არის ცნობილი როგორც ბრალდებული ღვიძლისთვის. რამდენიმე მოდით ასეთი მაგალითი დავასახელოთ. საზოგადოებისათვის ცნობილი მაგალითები და განხილვის საგნად ქცეული თემები გასაგებია, მაგრამ მე შემიძლია თქვა, რომ ყოველდღიურ ეთერში თითქმის 16 წელი გადის ეს გადაცემა და გადაცემის ისტორიაც საბოლოო ჯამში ჩემი თანამშრომლობის ისტორია ამ არხთან თითქმის 30 წელს ითვლის და მე სულ საუბრობ ეგრეთ წოდებულ სოკოს მიერ გამოყოფილ ტოქსინებზე და აფლატოქსინებზე, რომელსაც ნიგოზში ვპოულობთ, თხილში ვპოულობთ, მაგალითად ყავის მარცვლებზეც ვპოულობთ იქ, სადაც ცხიმია დახურულ სივრცეში და ასე შემდეგ. არაერთი ისტორია გამიზიარებია მაყურებლისათვის, როდესაც მაგალითად ევროპაში წუნდებული თხილის პარტიაზე იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ და ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პროდუქტების მაგალითზე გაუთავებლად, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ღვიძლი რომ ხდება სამიზნე და რატომ არის სახიფათო და კიდევ გვაქვს ყოველდღიურობაში რამდენიმე მაგალითი, რომელზედაც სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს მოსაზრებას. როდესაც ტოქსინებზე ვლაპარაკობთ, ეს ძალიან ფართო ცნებაა და მაგალითად ალკოჰოლიც განიხილება ამ შემთხვევაში როგორც ტოქსინი და ღვიძლისთვის ყველა მიცის, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს. ნაღდგომებს ეს ძალიან აქტუალური თემაა. საქართველოში სამწუხაროდ სულ აქტუალურია და ყოველთვის ჩავამატებ ხოლმე, შეიძლება დღეს პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ საქართველოში აღქმა იმისა, რომ ალკოჰოლს ჭარბად იღებს ადამიანი, არ არის სწორი ადამიანების მიერ და როგორც წესი პირველი პასუხია ხოლმე, როდესაც ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანი მოდის, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იღებს თუ არა ალკოჰოლს და ყოველთვის პასუხობენ, რომ ძალიან მცირე რაოდენობით და მერე იწყება ჩაკითხვა, ეს რამდენია და აღმოჩნდება, რომ ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით და სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედებით დაზიანებული ღვიძლი შეგვრჩება ხოლმე ხელში. ასევე ტოქსინებად შეგვიძლია ამ შემთხვევაში განვიხილოთ ჩვენ მედიკამენტები, მთელი რიგი მედიკამენტების სისტემატური გამოყენება, ან ხანმოკლე, მაგრამ არასწორი დოზებით გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სხვადასხვა დაავადება და ასეთიც ძალიან ბევრია და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება რომელიღაცა კონკრეტული ნივთიერებაც აღმოჩნდეს ტოქსინი. ანუ შეიძლება ვიღაცისთვის თქვათ გამძლეობა, ანუ ამტანობა, ტოლერანტობა, რომელიღაცა ნაერთის მიმართ, მაგალითად იქნება ეს თქვათ სასუქები თუ სხვადასხვა ქიმიკატები და ასე შემდეგ.
ვიღაც ადამიანისთვის შეიძლება ის აღმოჩნდეს სხვებისგან განსხვავებით, ამიტომ ამ სიის ესე სრულად დასახელება ნამდვილად რთულია, მაგრამ აი ასეთი საყოველთაოდ ყველას ორგანიზმზე რომ მოქმედებს, ასეთია ძირითადად როგორც თქვით ალკოჰოლი, მედიკამენტები, აი განსაკუთრებით ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც გამოირჩევა ჰეპატოტოქსიურობით არის პარაცეტამოლი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული, ამიტომ ალბათ ყველა დააკვირდება, რომ შეფუთვაზეც კი აწერია, რომ ხანგრძლივად იქნეს გამოყენების არ იქნეს გამოყენებული. და აფლატოქსინი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომელიც ძალიან ბევრი ისეთ პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ჩვენს ოჯახებში და ძალიან სერიოზულ პრობლემას შეიძლება შექმნას და არა მარტო აფლატოქსინის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს ტოქსინების ზემოქმედება ორ ნაწილად დავყოთ. ერთი მწვავე ზემოქმედება და მეორე ქრონიკული ზემოქმედება, ანუ ხანგრძლივი. მწვავე ზემოქმედების დროს ტოქსინის იქნება ეს ალკოჰოლის თუ სხვა, როდესაც არის დიდი დოზა და ხანმოკლე ზემოქმედება, გამოვლინდება ეს მოწამვლის მაგვარი სიმპტომებით, რაც შეიძლება იყოს თქვათ ძლიერი საერთო სისუსტე, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი და ასე შემდეგ. აი კლასიკურად, რასაც ადამიანების აღქმაში მოწამვლას ვუწოდებთ. მაგრამ თუ ტოქსინის ზემოქმედება არის ხანგრძლივად და მცირე დოზებით, ეს ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეუმჩნეველი რჩება. ანუ ადამიანი ფიზიკურად თავს შესანიშნავად გრძნობს, ხა სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ფართოდ დამკვიდრებული პერიოდულად გეგმიური შემოწმებები, ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს, თორემ ვთქვათ გეგმიურად რომ მოწმდებოდეს ღვიძლი, ასეთ შემთხვევაში გამოვავლენდით ამ პრობლემას, მაგრამ სუბიექტურად ადამიანი ხშირად ამას ვერ გრძნობს. იგივე აფლატოქსინის ზემოქმედებითაც შეიძლება ეს ხდებოდეს, როდესაც დაშვებულზე მაღალი დოზებით, მაგრამ არც თუ ისე ძალიან მაღალი დოზებით, ხანგრძლივი ზემოქმედება. ამ დროს ეს ჰეპატოციტები, ანუ ღვიძლის უჯრედები თანდათანობით ზიანდება და როდესაც უკვე მიაღწევს იმ ზღვარს, როდესაც წეღან რაზეც ვსაუბრობდით, ეს ნაწიბუროვანი ქსოვილი იმდენად არის გავრცელებული, რომ უკვე ციროზის მდგომარეობა ეწოდება, აი მაშინ იწყება უკვე სიმპტომები. და მათ შორის სიმსივნური გადაგვარება. და შემდეგ უკვე შეიძლება სიმსივნური გადაგვარება. ძალიან საგულისხმოა, როდესაც თქვენ დაასახელეთ ტოქსინების ზოგიერთი სახეობა, ხაზი გაუსვით იმას, რომ ნუსხა არის საკმაოდ გრძელი. და არც ჩვენი გადაცემა და არც ბევრი ჩვენი გადაცემა ამას არ ეყოფა, იმიტომ რომ ასეთი ნუსხა სულ ფართოვდება, ვითარდება ადამიანი ცივილიზაციას მოაქვს თავის საჩუქრები და მსგავსი ნივთიერებები მუდმივად ემატება ამ ჩამონათვალს, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა მედიკამენტზე, როგორც შესაძლო ბრალდებულზე ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების შემთხვევაში და თქვენ კონკრეტულად დაასახელეთ კიდეც ერთ-ერთ პრეპარატთან დაკავშირებით სიფრთხილის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს არის სფერო, რომელსაც უამრავი საკონტროლო რგოლი აქვს. ანუ მედიკამენტების წარმოება, მისი ჩაშვება, მისი სისტემატური გამოყენება, დანიშნულება და ასე შემდეგ, ბევრი რგოლის მიერ არის გაკონტროლებული. მაშინ, როდესაც არსებობს დანამატების სფერო, სადაც საკონტროლო რგოლი საკმაოდ მწირია და გაცილებით ნაკლები არის შემოწმება, დადასტურება, უარყოფა, რევიზირება და ასე შემდეგ. უფრო მეტიც ყოველგვარი დანიშნულების გარეშე გამოყენება და თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ გვაქვს უკვე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ არა მარტო არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის დამსახურებით, არამედ საკმაოდ სერიოზული წარმოების შემთხვევაშიც კი შეიძლება ასეთი დანამატებიც აღმოჩნდეს ბრალდებული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისთვის. რამდენად რეალურია და საზოგადოებას ეს პრობლემა რატომღაც ძალიან შორს წარმოუდგენია, არადა დანამატების ხშირად უკონტროლო გამოყენებაც კი მაგალითად სხეულის მდგომარეობის, ფორმების გაუმჯობესების მიზნით არის რეალობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებში. ეს არის ძალიან საგულისხმო. ძალიან აქტუალურია. ზედმეტად აქტუალურია ეს საკითხი. ერთი პარადოქსი, რაც აქ უნდა ვახსენოთ, ის არის, რომ მთელი რიგი საკვების დანამატები ზუსტად ვითომ ღვიძლის ჯანმრთელობას ემსახურება. და მათ შორის სხვათა შორის საკმაოდ ცივილური ქვეყნებიდან ჩამოტანილი, სანამ ავტომატურად არ ნიშნავს, იქაც უჭერთ ამის კონტროლი და ბაზარზე ძალიან ბევრია, მაგალითად შეიძლება ზედ ეწეროს, რომ ეს არის ღვიძლის ჯანმრთელობისთვის კარგი, მაგრამ სინამდვილეში ერთი მარტივი პოსტულატი, თქვათ, უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ღვიძლის ჯანმრთელობა ნიშნავს, რაც შეიძლება ნაკლებ მედიკამენტს მისთვის.
ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა მედიცინა სამწუხაროდ ისევ აქვს თავისი კვალი და მაგალითად დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული ჰეპატოპროტექტორებს, რასაც უწოდებდნენ, რაც ასევე ჩვენ დამცავები. დიახ, დიდი რაოდენობით გამოიყენება, მათ შორის აი მე სულ ვიმეორებ, სხვა მედიკამენტებთან ერთად ნიშნავენ თითქოს და იმ მედიკამენტის განღვიძლს იცავენ და საბოლოო ჯამში ჩვენ გამოგვდის, რომ კიდევ დამატებით ტვირთს ვაძლევთ ღვიძლს ამ რაღაც ეგრეთ წოდებული დამცავების დანიშვნით, დიახ. ასევეა თქვენ რაც ბრძანებთ საკვების დანამატები არა ღვიძლისთვის, არამედ ზოგადად თქვათ მაგალითად კუნთოვანი მასის გაზრდისთვის და ასე შემდეგ და აი ბევრი ახალგაზრდა კარგია რომ უკვე ბევრია დაკავებული ვარჯიშით, ყოველდღურად თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს შესანიშნავია, მაგრამ ნამდვილად ასახალისებელი მხოლოდ. ნამდვილად კი, უბრალოდ აქ აი ეს საფრთხე არსებობს, რომ მე პარალელურად ხშირად ამ კუნთოვანი მასის გაზრდისთვის თუ არ ვიცი სხვადასხვა მოსაზრებით იღებენ სხვადასხვა საკვების დანამატებს, ახლა აქ არ დავასახელებ რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად მინახავს ხოლმე, აი, როდესაც მაგალითად მოყავთ მოზარდი, ან მოზრდილიც, ღვიძლის ფუნქციები შეცვლილი, ან რაღაც ჩივილებია და სხვა არავითარი ხილული მიზეზი არ არის, უკვე იმდენად ხშირად ხდება, რომ უნებურად სვამთ ამ კითხვას და ხშირად მოვატანინებ ხოლმე რას იღებენ და კარგად თუ დაუკვირდებით ზოგჯერ ერთი და იგივე ნივთიერება სხვადასხვა სახელით იღებენ და ერთი მაგალითად რომელიღაცა კონკრეტულ პროტეინს შეიძლება იღებდნენ ერთი და იგივეს 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი დოზით, ვიდრე ეს ორგანიზმს სჭირდება. ეს რა თქმა უნდა უკვალოდ არ აისახება. ამიტომ აი დასავლეთის ქვეყნებში მაგალითად სულ მაგას ვამბობ ხოლმე ცალკე დოქტორები არსებობენ ამ სფეროსი ვთქვათ კვება და საკვების დანამატები როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ვარჯიშის დროს. აქ ხო ესე არ არის და უკონტროლოდ კონკრეტული ინსტრუქტორების გადაწყვეტილებით ან ინსტრუქტორები ზოგჯერ არაფერს შუაში არ არიან თვითონ ადამიანი რასაც იშოვის ვიღაცა ურჩევს მეზობელი საიდანღაც ან ჩამოატანებს სოციალურ ზუსტად და ესე უკონტროლოდ ეს ძალიან საშიში მოვლენაა და ამიტომ ძალიან კარგია ვარჯიში და სულ არ არის საჭირო ეს დანამატები ჯანსაღი კვება ვარჯიშთან ერთად არის იდეალური. დიახ. ვთქვი რომ მაგალითად თქვენ ახსენეთ ცილების გამოყენება და მე ვისარგებლებ შემთხვევით იმისათვის რომ ჩვენ ცილოვანი მასა დავაგროვოთ კუნთებში ზოგჯერ სწორედ თანაფარდობის დაცვა არის გადამწყვეტი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორის და არა აქცენტი ცილაზე, იმიტომ რომ ჭარბი ცილა გარწმუნებთ ისევ ცხიმში მიდის და ჭარბი ცილა შეიძლება გახდეს ცილოვანი უკმარისობის მიზეზი თუ რატომ ამაზე ხშირად გვისაუბრია და არაერთგან დამიწერია და მithქვამს მექანიზმის შესახებ. თუმცა, რაც თქვენ დღეს ბრძანეთ, მე ვფიქრობ ძალიან საგულისხმო მინიშნებები იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურს აღარ ეხამუშება აფლატოქსინი განსხვავებით, თქვათ, წინა წლებისგან, თუნდაც ჩვენი გადაცემიდან, თუნდაც მიმდინარე მოვლენებიდან, მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს ალკოჰოლი, არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად ერთი შეხედვით უწყინარი დანამატები, რომელთა ლამაზი შეფუთვის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ზუსტად ის საფრთხე, რომელიც ჩვენს ღვიძლს ემუქრება. მაიკო, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. რასაკვირველია ჩვენ საუბრების ციკლს გავაგრძელებთ ღვიძლთან დაკავშირებით და სხვათა შორის ტოქსინებზე ძალიან საინტერესოა ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილი ტოქსინების შემთხვევაში ღვიძლი როგორ იქცევა. მოდით დავგეგმოთ და ამაზეც ვისაუბროთ. შემდეგში მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, გახლდათ ექიმი ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. მე არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ნებისმიერი კვებითი მოდელი ჩვენ შეგვიძლია შუქნიშნის ფერების მიხედვით აღვქვათ, იმიტომ რომ ყველა წახნაგს აერთიანებს ჩვენი ყოველდღიური კვება. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ორგანიზმის მზაობაზე, მოიცილოს შხამიანი ნივთიერებები, ან დაიცვას თავი შხამიანი ნივთიერებებისაგან, ეგრეთ წოდებული ტოქსინისაგან, რეალურად ჩვენ გულისხმობთ ღვიძლის დაცვას უპირველეს ყოვლისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები, ან არასწორად დამკვიდრებული წარმოდგენები და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვიჭირს გავერკვიოთ, რომელია სწორი და მართალი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის შესარჩევია ინდივიდუალური, პერსონალური რჩევები, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის
ორგანიზმის უნარზე გაიწმინდოს, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა, რომელსაც ეგრეთ წოდებული დეტოქს დიეტები, ანუ გამწმენდი დიეტები ჰქვია. გაწმენდა. ეს თემა ძალიან აქტუალურია ნებისმიერ საზოგადოებაში და ძალიან აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდებზე, რომლებიც ცდილობენ კვების მოდელის შეცვლით, საკვები პროდუქტების შეცვლით, ან კვების რეჟიმის, რაციონის და ულუფის ერთდროული კონტროლით გაწმინდონ ორგანიზმი. როგორც წესი, ეს მდგომარეობა ხშირად გულისხმობს რაღაც საოცარი მოქმედების, ჯადოსნური ნივთიერებების ძიებას ან პროდუქტების ძიებას, ან უკიდურეს შეზღუდვას შიმშილის სახით. მე გაგახსენებთ იმ უნარებს, რომელიც ორგანიზმს ისედაც აქვს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ როდესაც ინტერვალურ შიმშილზე ვსაუბრობდით, არაერთხელ ვახსენეთ, რა შესაძლებლობაა ორგანიზმისთვის გაწმენდის ფაზების რეგულირებისა. დიახ, ჩვენ კონკრეტული დროის განმავლობაში ვიკვებებით და რაღაც ინტერვალს ვაწესებთ, როდესაც არ ვიღებთ საკვებ ნივთიერებებს. ორგანიზმი გადადის თვითრეგულაციის რეჟიმში, მათ შორის გაწმენდის ფაზა არის გარდაუვალი. ასევე ხდება მაშინ, როდესაც თვითმონელებას, ანუ აუტოფაგიას ვიყენებთ და აქაც შეგვიძლია გონივრულად დაწესებული შეზღუდვა გამოვიყენოთ ამ უნარის გააქტიურებისათვის. მაგრამ როდესაც საუბრობთ დეტოქს დიეტების უნივერსალურობაზე, აქვე უნდა გითხრათ, რომ არ არსებობს უნივერსალური დეტოქს დიეტა. ყველასათვის სარგო დეტოქს დიეტა არ არსებობს. უფრო მეტიც, თანამედროვე მტკიცებით მედიცინას არ მიაჩნია საკმარისად დასაბუთებულად დეტოქს დიეტები და უფრო მეტიც, თანამედროვე მტკიცებითი მედიცინა ცალსახად გზამკვლევებს არ გვთავაზობს ეგრეთ წოდებული დეტოქს დიეტების სახით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე მედიცინა და მტკიცებითი მედიცინა ორგანიზმის გაწმენდას ან თვითწმენდას უარყოფს. საუკეთესო საშუალება ამისთვის გახლავთ წყალი. წყლის ადეკვატური მოხმარება, მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება სასიცოცხლო ფუნქციებისთვის წყალი და ამავე დროს ნარჩენი ნივთიერებების გამოსადევნად ან ორგანიზმში გარედან მოხვედრილი ნივთიერებების გასანეიტრალებლად. სამივე შემთხვევაში გარწმუნებთ, იმაზე უნივერსალური, იმაზე ეფექტიანი საშუალება ვიდრე წყალია არ არსებობს. ამიტომ მტკნარი სასმელი წყალი შეიძლება იქცეს ორგანიზმის გაწმენდის მარტივ, მაგრამ ძალიან მოსახერხებელ საშუალებად. ჩვენ ამ თემებს რასაკვირველია დაუბრუნდებით, დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღესდღეობებას გისურვებთ.